ყაზახეთის სურსათის საკონტრაქტო კორპორაცია აცხადებს, რომ მზად არის სომხეთს ყოველთვიურად 15-დან 20,000 ტონნა მარცვეული მიაწოდოს. პირველი სატვირთო მატარებლის ჩასვლას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა გადაიხადა სომხეთმა ტრანზიტისთვის და რომელი კერძო კომპანია ახორციელებს იმპორტს. ეს მოვლენა პირდაპირ უკავშირდება თრიფის იგივე ტრამპის გზის პროექტს. ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაწყებად შესაძლოა საჭირო გახდეს საზღვრის კონკრეტული მონაკვეთების რიგგარეშე დელიმიტაცია. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პროექტის საგზაო რუკა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოები 2026 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს. მისი თქმით, რკინიგზა ძველი საბჭოთა მარშრუტით გაივლის, ხოლო გასადენი და ელექტროგადამცემი ხაზები მისგან ჩრდილოეთით.